ჩვენ რამდენიმე ათეული ადამიანი ვიყავით თავიდან, ვინც დაიწყო. საერთოდ ჯერ რამდენიმე ადამიანი იყო, მე რამდენიმე ათეული და ეხა ვართ დაახლოებით 160 ადამიანი, ვინც თავმოყრილია ამ მოძრაობაში და თან ჩვენი სტრატეგია არის ნელი ზრდა და არა სწრაფი, თორე შეგვიძლია რომ თქვა რაღაცა პირიქით ამ სტრატეგიას მივმართოთ და უფრო სწრაფად გავიზარდოთ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თან ღირებულება ის არის, რომ აი მე შემიძლია ეხა ჩამოვთვალო, რა ვიცი, მინიმუმ 50 ადამიანი, ვინც ძალიან კომპეტენტურად, მაღალკვალიფიციურად, თქვა თავისი მიმართულებით ისაუბრებს კონკრეტულ საკითხებზე, ეკონომიკა, განათლება, გარემოს დაცვა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც ძალიან იშვიათი არის. ამიტომ თვითონ ამ მოძრაობის ეს ჰორიზონტალურობა არის ერთ-ერთი წარმატების ჩემი აზრით მაჩვენებელი, რომ მაშინ როცა თქვა აი პოლიტიკურ ჯგუფებში ძირითადად იერარქიული მიდგომა არის და თქვა თავი შეიძლება რამდენიმე ადამიანი დაასახელოთ, თითოეულ თქვა პარტია იქნება თუ რა ვიცი, ჯგუფი, საიდანაც თუნდაც სპიკერები არიან, მხოლოდ ჩვენ შემთხვევაში აი თუნდაც ჩვენ სოციალურ ქსელს რო გადაავლოთ, არის ძალიან დიდი მრავალფეროვნება. და ასევე ის რომ ჩვენ რომ მოვახერხეთ, რომ ანუ თვითონ ეს მოძრაობაც არის ძალიან ეკლექტური. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ რაღაც მემარცხენეები და გვაქვს რაღაც საბაზისო შეთანხმება, საფუძველი, რაზეც ყველანი თანხმდებით. მაგრამ ვართ ძალიან მრავალფეროვანი საზოგადოება და ესეც გვაძლევს პრინციპში აი რეფლექსიის საშუალებას, ხო, რომ აი არ ჩვენ ვერ ვიქნებით რაღაც მხრივ შეიძლება ვარ, მაგრამ ვერ ვიქნებით ბაბლი, იმიტომ რომ ერთმანეთისგანაც ბევრ საკითხში ძალიან განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს. ამ პერიოდში რაც გვაქვს როგორც შედეგი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითისთვის თუნდაც შეგვიძლია ავიღოთ, სულ ყველაფერს თავი დავანებოთ, იგივე საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტი, რომელიც თავისთავად არ არის პირდაპირ ესე მოძრაობის პროტესტი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ჩართულობა მოძრაობის წევრების ამ პროტესტში ასევე ძალიან დიდია და ამავდროულად მუდმივად საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შეკრებილი საზოგადოება, რომელიც მათ შორის მოძრაობის წევრები შეიძლება არ იყვნენ, ერთმანეთთან მუდმივი კომუნიკაციის გზები გამოვნახეთ, მათ შორის მეთოდოლოგიურად როგორ შეიძლება მიუდგეთ, მაგალითად, რა შეიძლება გაკეთდეს, გარდა ამ მარშისა, რა შეიძლება იყოს დამატებითი პასუხისგებლობა, რომელიც ამ პროტესტის კერამ შეიძლება იყოს და ესეც რაღაცნაირად ერთად გვიმუშავია, გვილაპარაკია ამაზე. შეგვიძლია ბევრი სხვა რაღაც გამოყოთ. მაგალითად, ერთ-ერთი ჩემთვის ძალიან ძვირფასი რაც არის, ეს არის ახლახან დავიწყეთ ეს, მაგრამ უკვე აქვს თავისი შედეგი, რაც არის ხუთშაბათობით გასვლა, რისთვისაც მეთოდად გამოვიყენეთ ის, რომ გაზეთი გამოვეცით, პირველი თვე გვაქვს გაზეთის, მომდევნო თვეში მომდევნო ნომერი დაიბეჭდება და ყოველ ხუთშაბათს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოველგვარი წინასწარი დაანონსების თუ ინფორმაციის გავრცელების გარეშე ვიკრიბებით მოძრაობა, ვარიგებთ გაზეთს, მაგრამ აი გულწრფელად, მაგალითად წინაზე 250 გაზეთი დავარიგეთ და აქედან მაქსიმუმ 30-40 გაზეთი იქნებოდა ისეთი, რომელიც უბრალოდ მივაწოდეთ ადამიანს. ყოველია ეს გაზეთის მიწოდების მომენტი არის ინტერაქციული და ინტერაქციული არის მათ შორის საკმაოდ სიღრმისეულადაც რა, აი მუდმივად კომუნიკაციაში ვართ ამ ხრივ და მათ შორის საკმაოდ საბაზისო კითხვებს შეიძლება ვსვავდეთ, მაგრამ ამ კითხვებზე ძალიან საინტერესო პასუხები მოდის. მაგალითად, რა არის თქვენი აზრით დღეს საზოგადოებაში ყველაზე დიდი გამოწვევა? და ამ ხრივაც ლოკაციის მიხედვითაც სრულიად სხვადასხვანაირად ლაგდება ის თუ რას ამბობს პირველს ადამიანი, მაგრამ საბოლოო პასუხები ესე ძალიან ზედაპირულად რო შევაჯამო, მაინც რაღაცა ერთი ქოლგის ქვეშ ექცევა. ერთი ეს არის უმძიმესი პოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც აისახება როგორც ფასებში და აბსოლუტურად ხელმოუწვდომელი რომ არის ადამიანისთვის, მათ შორის მედიკამენტები, ასევე იმაშიც, რომ ადამიანები ვეღარ პოულობენ ვერანაირ სამართალს და მუდმივად ემიგრაციაზე ფიქრობენ. ისეც ძალიან ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად იმისა, ქართული ოცნების წარმომადგენელი მხარდამჭერი ხდება თუ ადამიანი, რომელიც სრულიად არ იზიარებს ქართული ოცნების პოლიტიკას და პირდაპირ ამბობს, რომ კი, ეს არის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც შეუძლებელია, რომ ესე გრძელდებოდეს, ამის მიუხედავად, თუნდაც აი ამ ორი სხვადასხვა პოზიციის მქონე ადამიანებს შორისაც კი იკვეთება ხოლმე საერთო ტენდენციები. მაგალითად, თუნდაც ქართული ოცნების ამომრჩეველიც პირდაპირ ამბობს იმას, რომ ის სოციალური მდგომარეობა, რაშიც ცხოვრობს, ამაში თავის გატანა დღიდან დღემდე არის შეუძლებელი. და ანუ ამ დიალოგშიც რასაც ვცდილობთ ხოლმე არის ხოლმე ძირითადად იმის ჩვენება მათ შორის, რომ თუ კი მართლაც ეს ესეა, როგორც თქვენ ბრძანებთ, მაშინ რა შეიძლება იყოს გამოსავალი. და აი აქაც რაღაცნაირად ერთად ვცდილობთ ხოლმე რომ მივიდეთ, რა და საკმაოდ თითო ადამიანი საკმაოდ დიდი ხანია საუბრება თითო გამრავლს და მაგიტო რომ მთელი დღე ვართ ხოლმე ფაქტობრივად ერთ ლოკაციაზე. აშკარად ჩვენ ხედავთ თქვათ იმ მოთხოვნილებას საზოგადოების მხრიდან, რომ რაღაც ახალი პოლიტიკური ძალა, ახალი პოლიტიკური სახეები წამოვიდნენ და შეიძლება აქაც ბაბლი არის,
მაგრამ მაინც თქვათ ძალიან სასიამოვნოა, როცა ადამიანები და ჯგუფები ჩვენში გარკვეულ იმედს ხედავენ და რაღაცა ფსონსდებენ და ამყარებენ ჩვენზე რა, დიდი იმედებს და ესეც ვფიქრობ, რომ ჰაერიდან არ არის რა და ესეც პრინციპში აი ამ ისეთ მძიმე პერიოდში რომ შევინარჩუნეთ ჩვენი თავი თანმიმდევრულად მივდივართ და რაც თავარია პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საქმეს, ესეც მე მგონია რომ არის ის რაც გამოარჩევს და მგონია რომ ნაბიჯ-ნაბიჯ აი მიდგომებით საბოლოოდ შევძლებთ რომ საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდეთ. აი მოძრაობის მაგალითზე მგონია ერთ-ერთი ალბათ რაც გვეხმარება არის იმის ფუნდამენტურად გააზრება თუ ვისთან გვაქვს საქმე. ანუ მოულოდნელობის ეფექტი ნამდვილად არ ქონია თუნდაც აი ამ რეპრესიებს, ხო? ანუ რაღაც მომენტში კოლაფსში არ ჩაუგდივართ არც ერთ აი ამ რეპრესიას, რომელიც ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად მოძრაობაზე განხორციელებულა, იმიტომ რომ ხედავთ წმინდად რასთან გვაქვს საქმე, რომ ეს არის ავტორიტარული რეჟიმი, რომლისგანაც კარგს ვერაფერს ვერ მოელი, მიუხედავად იმისა, ჩუმად ხარ თუ ხმამაღლა აფიქსირებ შენს წუხილს, კარგის მოლოდინი ვერაფრის ვერ გექნება ნამდვილად, რადგან შენ თუ არ ეკუთვნი იმ ერთეულ ჯგუფს, რომელიც მთელი ამ ქვეყნის რესურსით ხეირობს, ადამიანური, წიაღისეული თუ რაც კი არსებობს, ყველაფერი თან მიაქვს, მაშინ შენი ადგილი ამ ქვეყანაში, რასაც ისინი გეუბნებიან, არ არის. ამიტომ მათგან კარგის მოლოდინი ვერ გექნება და ამის გასიგრძეგანებაც რაღაც მომენტში თავარი რისკენაც გვიბიძგებს ხოლმე, ეს არის ხოლმე ნაბიჯი რაღაც. რეპრესია განხორციელდება, ჩვენც რაღაცა ქმედება გვაქვს აუცილებლად ამაზე საპასუხოდ. რა ეს შეიძლება არ იყოს პირდაპირ პასუხი ჯარიმაზე, მაგრამ თუნდაც ეს ხუთშაბათების გასვლები დაიგეგმა ზუსტად იმის პარალელურად, როცა ჩვენი საბანკო ანგარიშები იყო გამოთხოვილი, ხო? ანუ პასუხი ყოველთვის არის მოქმედება. მოქმედების იქით მე პასუხი ისაც არ მახსენდება არც ერთ რეპრესიაზე, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, ხო? კონკრეტული პასუხის გაცემა, რომ აი მაგალითად მე თქვენ გეტყვით რაღაც აი ამ კონკრეტულ აქტივობებს და მე თქვა შეიძლება რეჟიმი შეიცვალოს, ხო? ანუ ზოგადად ასეთ ტიპის ავტორიტარიზმები მათ შორის ძალიან მოულოდნელადაც იცვლებიან, ხო? და გქონია ამის მაგალითები, რა ვიცი, გნებავთ რუმინეთში ან სხვაგან. მაგრამ ერთი რაც ჩვენი ხედვა ნამდვილად არის, რომ ეს უნდა იყოს რაღაცა მშვიდობიანი ფორმით და მეორე, ანუ რაც თქვათ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ წინააღმდეგობის გაფართოება, რაზეა ორიენტირებული წინააღმდეგობა, გაფართოებაზე თუ ჩაკეტილობაზე, ხო? და ზუსტად ამიტომაც მათ შორის, მაგრამ ისედაც თქვათ ძალიან აქტიური ურთიერთობა გვაქვს ჩვენ ამ რეგიონულ წინააღმდეგობებთან. რატო ვერ ხერხდებოდა მაგალითად აქამდე რომ თქვათ მათი ხმა უფრო აქტიურად ისმოდეს, იმიტომ რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ხო? ანუ ყველაფერს ჟარგონულად ვთქვათ, ცეცხლი უკიდია, ხო? ანუ ყველგან პროტესტია, ხო? იქნება ეს ჭიათურაში, ბალდაში, სულორში, სურებში, საირმეში, ყველგან ტყეს იმასქნეს, რა ქვია, მოუხსნეს ტყის სტატუსი. ანუ ესეთი რაღაც აბსურდი მოხდა, რომ ანუ ერთი დღე თუ რაღაცა დრო რო იყო ტყე და მეორე დღეს უცბად აღარ არის ტყე. ანუ ესეთი აბსურდი ხდება და ამას საზოგადოება აპროტესტებს, უბრალოდ რაღაცნაირად ამის ინტეგრირება მათ შორის რუსთაველის პროტესტთან ვერ ხერხდება და ამიტომ საზოგადოებრივი გარკვეული კონსოლიდაცია, ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა, ახალი ნარატივის შექმნა, მე მგონია რომ ეს არის ერთ და გარკვეული თანმიმდევრულობა და ყოველთვის ამ პროტესტს გარკვეულწილად აი ჩემი აზრით ქონდა ეს ინდივიდუალისტური მომენტიც, ხო, რომ ანუ მაგალითად ვისაც როგორ უნდა ისე გააპროტესტოს. ამას აქვს გარკვეული რაღაცა ეს მრავალფეროვნების მომენტი, მაგრამ რაღაც დროს მაინც საერთო ნაკადი და მიმართულება არის მნიშვნელოვანი და რაღაცა საერთოზე შეთანხმება, ხო, რომ ანუ ჩვენ მაგალითად აი ამ ფორმით ვაპროტესტებთ, ესე ვაპროტესტებთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთზე ზემოქმედებთ, ხო, და თუ მე მაგალითად ჩემი პროტესტით შეიძლება თქვენ ხელს გიშლიდეთ, მაშინ რაღაცას ვაზიანებთ და ამიტომ მე მგონია რომ რაღაცა ფართო საზოგადოებრივი შეთანხმება, ჩვენ მივდივართ აქამდე ეს თვითგამორკვევის პროცესი მიდის და მე მგონია რომ საბოლოო ჯამში ეს საერთო მაინც საზოგადოებრივი შეთანხმება, ანუ ამ ინდივიდუალისტურიდან ცოტა კოლექტივისტურ მიდგომაზე გადასვლა აუცილებელი იქნება, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ძალიან რთული იქნება, რომ ასეთ და თან ისიც ხშირად იყო, ხო, რომ აი რაღაცა დაკნინება რეჟიმის, რომ აი არაფრის მაქნისები არ შეუძლიათ, ვერ ხედავთ, რომ ისინი არიან კონსოლიდირებულები, ხო, ყველას ერთი და იგივე მესიჯი აქვს, ერთი და იგივეს ლაპარაკობენ და ასე შემდეგ. და ჩვენ შემთხვევაში ეს კონსოლიდაცია მაინც ფართო ჯგუფებში ვერ ხერხდება და ალბათ ამოცანა იგი იქნება, რომ რაღაცნაირად ამ საზოგადოების გაერთიანება და
საერთო კალაპოტის მიცემა. გამოცდილებაც რაც ვნახეთ, თუნდაც მხოლოდ ამათი თვის განმავლობაში, ყველა ის ადამიანი, ვისაც აი ესეთი კონკრეტული რეცეპტი აქვს იმაზე, რომ აი ახლა ამას ვიზამ და რეჟიმი შეიცვლება, კრახით მსრულდება, ხო? არ არსებობს და მე არ მჯერა, რომ არსებობს პოლიტიკური ძალა იქნება თუ ინდივიდი, რომელიც შემოგთავაზებს კონკრეტულ რეცეპტს და ამ რეცეპტით თუ კი ერთად იმას ვიზამთ, რა ქვია, ზუსტად გავყვებით ამ რეცეპტს, რეჟიმი უცებ სახეს იცვლის და აღარ იქნება ქვეყანაში ის ავტორიტარიზმი, რომელშიც ვართ. ამიტომ პირდაპირ თქვა, უფრო გულწრფელად ნათქვამი სიტყვების უფრო მჯერა, რომ მაგალითად არ იცი ზუსტად რა არის ეს რეცეპტი, მაგრამ ერთადერთი რისკენად შეიძლება ისწრაფოდე არის ის, რომ თვითგამორკვევა ერთად მოხდეს. ეს არ იყოს რაღაცა მე გადავწყვიტო ზუსტად როგორ ხდება ეს და მე ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემი ეს იდეა გავიტანო და ყველას დავაჯერო, რომ ეს იდეა არის ის, რაც ტრანსფორმაციას მოახდენს. ამას მირჩევნია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, მათ შორის თუ პოლიტიკურმა ძალამ, აღიაროს, რომ მაშინ არ იცოდეს ზუსტად, მაგრამ ჰქონდეს მზაობა იმის, რომ ერთად საზოგადოებასთან ერთად, სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად, მათ შორის კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუნდაც გემოვნებით განსხვავებულ თუ პოლიტიკური იდეოლოგიებით განსხვავებულ ჯგუფებთან ერთად გამოარკვიოს რა შეიძლება გაკეთდეს საერთოდ. შეტევები იყო ორმხრივი. ერთი მხრივ რეჟიმის მხრიდან და მეორე მხრივ ესეთი ფართო უფრო წინააღმდეგობის მხრიდან, ხო, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ეს თუ საზოგადოებრივ მოწყობილს მარსზე ვლაპარაკობთ, ის იყო ესე ვთქვათ ჰაიპს რო ეძახიან, მაგრამ ამის შემდეგ რაღაც გარკვეული ჯგუფი საზოგადოების უფრო სკეპტიკური გახდა და ნუ შემდეგ წამოვიდა მთელი ეს რაღაცა შეურაცხყოფა, დიდი წინააღმდეგობა და ამას რაღაცა ორგანიზებული სახეც მიეცა, ხო, მათ შორის რაღაც არაადეკვატური თხოვნები, რო თქვა ჩვენ რაღაცები უნდა გაგვეჟღერებინა და ასე შემდეგ, ხო, ამიტომ ეს და ამას რაღაც თავისი მუდმივობა ჰქონდა, ანუ სულ გაზდევდა რა თან. ამიტომ ესეც იყო და ნუ მეორე მხრივ ცხადია რეჟიმის მხრიდან გარდა იმისა, რომ თქვა აი ყოველდღიურად თქვა ჩვენ გქონდა გარკვეული პროვოკაციები თვითონ მარშის დროს და თავდასხმები, ხო, რა ვიცი, კვერცხისროლები იქნებოდა თუ ვიღაცები მაჩეტეებით და ასე შემდეგ. ასევე ცხადია ჯარიმები და ეს ჯარიმების ოდენობა მთლიანად მარშის რო დააჯამოთ რაღაცა რეკორდულ რაოდენობას აღწევს და თვითონ მოძრაობაზე თავდასხმაც ხო ან მაგალითად ბოლოს ეხა ანტიკორუფციული სამსახურის მხრიდან და სადაც ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფის 12 ადამიანის საბანკო ანგარიშები იქნა გამოთხოვილი და წვდომა აქვთ მათ ჩვენ ანგარიშებზე ასევე ვთქვათ ჩვენი არაერთი წევრის და თვითონ მარშის მონაწილეებისაც მისამართების გამოქვეყნება თვითონ თავდასხმა ფიზიკური ცხადია და ხო ნუ ეს არის უბრალოდ ანუ აქაც ვთქვათ რას გვეხმარება ჩვენ ეს არის ზუსტად ის კოლექტიური ერთობა რაც მათ შორის მარშის სახით იქნება თუ მოძრაობის სახით იმიტომ რომ ერთი მხრივ ძალიან მარტივი არის რომ დაიშალო, გაიფანტო, ხო? და ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეს ერთობა მართლა ძლიერი ჩამოვაყალიბეთ და სოლიდარობა ერთმანეთისადმი პირველ რიგში. ამიტომ თუ კი ვთქვათ, რომელიმე ადამიანს პირდაპირ თუ გადატანით მნიშვნელობით ურტყავენ, აბსოლუტურად ყველანი ვთქვათ მასთან ვართ და ვცდილობთ დავეხმაროთ. და გარდა ამისა, ფართო საზოგადოებაშიც ვთქვათ, ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გქონდა და ესეც აშკარად, რა ვიცი, გრძნობთ კიდევაც, ხედავთ კიდევაც. ხნის წინ გამოქვეყნა ლინა ღვინიანიძის კვლევა, რომელიც მხოლოდ 5 წლის განმავლობაში იკვლევს რა ტიპის პროტესტები არსებულა, რამდენი პროტესტი არსებულა და რას ემსახურებოდა ეს პროტესტები, რომლებიც ქართული მიწაწყლის დაცვას გულისხმობდა. მარტო 5 წლის განმავლობაში 23 ფართე, ძალიან ესეთი ღირებული, მნიშვნელოვანი და ამავდროულად გაანგრძობითი 23 წინააღმდეგობა გამოიკვეთა ამ კვლევაში. ან მხოლოდ 5 წლის განმავლობაში და 63-ში უნდა ითქვას, რომ სახელობითად ყველაზე ფართო მასშტაბიანი რაც იყო, ის აქვს მკვლევარს მოხაზული, თუმცა თავის თავში ის კიდე პატარა წვრილ პროტესტებსაც მოიაზრებს. წარმოგიდგენიათ, ანუ ქველი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს მასშტაბი რა ვიღოთ 23 საპროტესტო კერა 5 წლის განმავლობაში ერთი კონკრეტული საკითხის გარშემო, რაც არის ქართული მიწაწყლის დაცვა და მისი გამოხსნა ერთის მხრივ ავტორიტარული რეჟიმისგან და მეორეს მხრივ რაღაცა კერძო ინტერესებიდან, ეს არის იმხელა მასშტაბის წინააღმდეგობა და ამავდროულად წუხილი საზოგადოების, რომ ამას რომ რაღაც მომენტში ასახვა ეპოვა უფრო მეინსტრიმულ მედიაში იქნება თუ მეინსტრიმულ სათქმელში საზოგადოების, ვინც ის იქნებ შეიძლება პრინციპში რაღაცა ამ შედეგამდე არც მოსულიყავით და ამიტომ დღეს რომ ამბობთ რომ მთელ ქვეყანაში
არსებობს სინამდვილეში ძალიან დიდი უკმაყოფილება იმ პოლიტიკურ რეალობაზე, რაშიც ვართ. შეიძლება სხვადასხვანაირად მოითარგმნოს ეს უკმაყოფილებები, მაგრამ უკმაყოფილება ძალიან დიდი მასშტაბის არის, ამაში არაფერი არ არის გაზვიადებული. და საერთო პოვნაც სწორედ ამიტომ არის სამნიშნულოვანი, რომ თუ კი ყველა ამდენად უკმაყოფილო ვართ იმ რეალობით, რაშიც ვართ, მაშინ გარემ გვენახა რაღაცა საერთო წერტილი, სადაც როგორც მინიმუმ გვეცოდინება რა არის ის, რის მიმართაც ასეთი უკმაყოფილების განცდა გვაქვს.